სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომი. გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ, უფრო დიდია ვიდრე მაშინ. მაშინ აუცილებელი იყო უკრაინის დაცვა, დღეს მისი მომავალი. დღეს, როდესაც არსებობს რეალური საშუალება, რომ დასრულდეს ომი, გრძელდება და ეს არის დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ზელენსკი თავს არიდებს მოლაპარაკებებს დაინტერესებულ მხარეებთან, უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებთან, რუსეთთან და ჩინეთთან. ეს მოლაპარაკებები ახლა აქტიურად მიმდინარეობს დახრულ კარს მიღმა. უკრაინა არ მონაწილეობს მათში, რაც ქმნის უზარმაზარ ველს მანიპულირებისთვის და უკრაინელებში უძლურების და ღალატის გრძნობების წარმოქმნისთვის. უფრო მეტიც, ზელენსკი თავად იყენებს სახელმწიფო პროპაგანდის მთელ მანქანას, იმის ნაცვლად, რომ ხალხს იმედი მისცეს, შიშსა და უთანხმოებას თესავს უკრაინელებში. ის არაერთიანებს ქვეყანას, ის მას ყოფს და თავის მანიპულაციური პოლიტიკის ბრძოლად აქცევს. დღეს არჩევანი ასეთია: ან თქვენ ხართ უკრაინის მომავლისთვის, ან ქურდისთვის, რომელიც სავარძელს მიეჯაჭვა. ავადმყოფი, რომელიც იმისთვის, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს, მზად არის უკრაინა და უკრაინელები ისევ და ისევ შესწიროს. ჩემი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე იგივეა, რაც 3 წლის წინ იყო, როდესაც პირველად მოვედი პრეზიდენტის ოფისში. გადმოგცეთ ობიექტური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება. პირველი, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია ისე, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ სიკვდილი. ზელენსკის პროპაგანდა ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის დაკარგვას უტოლებს, მაგრამ ეს ბინძური მანიპულაციაა. მეორე, გარდა ამისა, კანონის უზენაესობით და კონსტიტუციის მოთხოვნების ხელმძღვანელობით, ზელენსკი როგორც ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების მთავარი დაბრკოლება ნებაყოფლობით უნდა გადადგეს. მესამე, აუცილებელია პარლამენტის კომპეტენტური სპიკერის და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა, რომელიც შეძლებს ქვეყნის მომზადებას არჩევნებისთვის. მეოთხე, სასწრაფოდ აუცილებელია მოლაპარაკებების პროცესის ყველა მხარესთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან სამუშაო დიალოგის დამყარება. პირველი მოთხოვნა დეესკალაციაა. კონფლიქტის ორივე მხარის ტერიტორიებზე გაფიცვების შეწყვეტით დაწყებული, მათ შორის პროპაგანდისტული რიტორიკის მიტოვებით და ყველა პატიმრის დაუყოვნებლივ გაცვლით. ჯარისკაცები უნდა დაბრუნდნენ სახლში, ცოცხალით და მკვდარიც. მე არასოდეს მივიღებ მათ პოზიციას, ვინც იმ სიტუაციაში, როდესაც შესაძლებელია ომის დასრულება, უკრაინის სიკვდილი და განადგურება, განაგრძობს მის გაგრძელებას. ზელენსკი საუბრობს იმაზე, თუ როგორ არ დათმობს უკრაინას. მაგრამ 2024 წლის სახელმწიფო თავდაცვის ბრძანება 55%-ით არ შესრულებულა და ეს მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა. დღეს ჩვენ ვირჩევთ ზელენსკის და უკრაინის მომავალს შორის. ზელენსკი უნდა წავიდეს. წერს ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში.